სანდრო გირგულიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოიტანს. მანამდე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროცესების მიმდინარეობისას სტრასბურგში გიგა ბოკერია იმყოფებოდა და ცდილობდა ერთ-ერთი ადვოკატისთვის სასამართლოს აცილება მიეცა. ამის შესახებ სანდრო გირგულიანის მამა ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. რატომ არ სურდა ქართულ მხარეს საქმეში დავით ჯანდიერის მონაწილეობა და როგორია გადაწყვეტილებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოსარჩელე მხარის მოლოდინი. ნინი საყვარელიძე კი ამბობთ. საქართველოს მაღალ ჩინოსნები სტრასბურგშიც ცდილობდნენ ჩვენთვის ხელის შეშლას. ამისით ჩამობრძანდნენ გიგა ბოკერია და მისი მეუღლე. სურდათ როგორმე მიეღწიათ და აცილება მიეცათ ჩვენი ერთ-ერთი ადვოკატისთვის, დავით ჯანდიერისთვის, რომელიც ფრანგულად ესაუბრა სასამართლოს. ვინც ის ამისთვის რა არ მოიმოქმედეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც სანდრო გირგულიანის მამამ ინტერნეტ გამოცემა ამბები ჯისმისცა. საქმე სახელწოდებით ირინე ენუქიძე და გურამ გირგულიანი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო და ერთ თვეში განიხილა. სწორედ განხილვის პერიოდს უკავშირდება სტრასბურგში საქართველოს რიგით მეორე დიპლომატის ვიზიტი. ჩემთვის ცნობილია, რომ ის იმ პერიოდში იმყოფებოდა სტრასბურგში. საქმის განხილვის დროს გიგა ბოკერია, რომ სტრასბურგში იმყოფებოდა, ამას ადვოკატიც ადასტურებს, თუმცა მისი ჩასვლის მიზეზებზე საუბარი უჭირს. ერთ თვეში დასრულებული განხილვის შემდეგ, როგორც დაცვის მხარე, ასევე ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილია ევროკონვენციის 4 მუხლის, სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევის ფაქტების ცნობა, ასევე ადგილობრივ სამართალწარმოებაში საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება. თუ მხედველობაში მივიღებთ ზოგადად იმ დროს, რაც არის ხოლმე საჭირო გადაწყვეტილების გამოტანისთვის, სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე გადაწყვეტილება ალბათ გამოტანილი იქნება. პროცესს სტრასბურგში ადვოკატები შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი, ასევე სანდრო გირგულიანის მამა გურამ გირგულიანი ესწრებოდნენ. საქართველოს სახელმწიფოს მხარეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი წარმოადგენდა, რომელმაც პროცესზე საქმეში საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მთლიანად გამორიცხა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, რათა შეგვემსუბუქებინა ოჯახის ტანჯვა. თუმცა ეს არ იყო ყოველთვის იოლი. ჩვენ მოქმედებდით დროულად და კანონის შესაბამისად. ვითხოვთ უარი უთხრათ მომჩივანთა საჩივრებს და გამორიცხოთ საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წინამდებარე საქმიდან. 12 ჭრილობა და წამების კვალი სხეულზე 27 წლის სანდრო გირგულიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. ყველაზე გახმაურებულ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნები ფიგურირებენ. გირგულიანის ოჯახის წევრები მკვლელობის შეკვეთაში ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, პრესამსახურის მაშინდელ უფროს გურამ დონაძეს და მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას ადანაშაულებენ. მკვლელობიდან მალევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი ალანია აფციაური, ღაჭავა და ბიბილურიძე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მათ სასჯელი ჯერ უზენაესმა სასამართლომ შეუმცირა. შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა. ბოლოს კი ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის შუამდგომლობით პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.